გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. Ამ ვიდეოში მოგიყვებით შემთხვევას, რომელიც ამერიკაში, კონკრეტულად ფლორიდაში, მარტინის ოლქში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ასაკოვანი ქალი, რომელიც სავარაუდოდ სპეციალური სასეინო ეტლით გადაადგილდებოდა, გზის პირას წყლით სავსე დიდ ორმოში ჩავარდა. სწორედ ამ დროს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა ახალგაზრდა კაცი, სახელად რაიან კარტერი. მან მანქანა გააჩერა და დაუყოვნებლივ მივარდა დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი მისი ჭკვიანი სათვალით არის გადაღებული, რამაც ვიდეოს განსაკუთრებული ეფექტი შესძინა. კაცმა ქალბატონს წამოდგომაში შეუწყო ხელი, წყალი შესთავაზა და უსაფრთხოდ მიაცილა სახლამდე. მომხმარებლების უმრავლესობა წერს, რომ დღევანდელ სწრაფ და გულგრილ სამყაროში ასეთი კადრები ადამიანების მიმართ წმენას უბრუნებს სხვებს. კომენტარებში ხშირად მეორდება ფრაზა „არსებობენ ნამდვილი გმირები, რომლებსაც კვართი არ აცვიათ“. ხალხი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მძღოლის მიმართ იმის გამო, რომ მან არ ჩაუარა გვერდი და უცხო ადამიანის პრობლემას გულგრილად არ შეხედა. მან უბრალოდ ყველაფერი მიატოვა, რომ დახმარებოდა მოხუც ეტლიან ქალბატონს. ბევრი აღნიშნავს, რომ კარგია, როდესაც ტექნოლოგიები და ვიდეოები არა აგრესიის, არამედ მსგავსი კეთილი და თბილი ამბების გავრცელებას ემსახურება, რადგან ამას უამრავი ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლია. თქვენც მოგიწოდებთ, ძვირფასო მეგობრებო, გულგრილად არ დატოვოთ ასეთი და მსგავსი ფაქტები. დაუფიქრებლად გაუწოდეთ დახმარების ხელი გაჭირვებულს, გისურვებთ გაძლიერებას და ბევრი ადამიანის გაბედნიერებას. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.